ბრიუსელში კი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება, განიხილავენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპული საბჭო ავრცელებს. საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს მიმდინარე მოვლენებს, რომელიც ორიენტირებული იქნება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში სწრაფად განვითარებად პროცესებზე. ამ პუნქტის ფარგლებში მინისტრები მოლდოვასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხებიან, ვკითხულობთ ინფორმაციაში. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინელ კოლეგასთან ვიდეო კონფერენციის საშუალებით აზრთა არაფორმალური გაცვლის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზეც იმშელებენ. საუბარი შეეხება ევროკავშირისა და ამერიკის ურთიერთობებსაც. მინისტრები ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის სირიაში ბოლო დროს განვითარებულ ვითარებასაც შეეხებიან. შეხვედრა ბრიუსელის დროით 10 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი უხელმძღვანელებს. საქართველოში ვითარება კარგი მიმართულებით არ მედის. თქვენ შეგიძლიათ მეტი გააკეთოთ. ესტონეთმა წამოაყენა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების პროცესის ინიციატივა. მე არ ვამბობ, რომ ეს პროცესი ხვალვე დაიწყოს, მაგრამ ეს პროცესი უნდა დავიწყოთ, რათა ნათელი კონკრეტული სიგნალი მივცეთ იმისა, რომ ხელისუფლება, რომელიც ახლა ყავს საქართველოს, ატყუებს საკუთარ ხალხს და მათ უნდა შეცვალონ კურსი. ესტონეთის მხრიდან გვექნება ასეთი რეალური ქმედებები. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და ვიცით, რომ საქართველოში ხდება ის ყველაფერი, რაც ახსენეთ. არ გვჯერა, არ შეგვიძლია დავიჯეროთ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რადგან ჩვენ ვნახეთ, რაც ხდება რეალურ ცხოვრებაში. ამიტომ ვიმედოვნებ, ვიპოვით გზებს საქართველოსთან დაკავშირებით მეტი გადაწყვეტილების მისაღებად. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დახმარება არ იქნება მიმართული მთავრობასთან დაკავშირებული საქმიანობისკენ ან სააგენტოებისკენ. სამწუხაროდ ისინი ახლა რასაც ვხედავთ, პატივს არ სცემენ ხალხის ნებას. ევროპული მომავლის თბილისის ქუჩებში დემონსტრაციების თვალსაზრისით. მთავრობის რიგი წარმომადგენლები, ვინც ჩაახშო ეს მშვიდობიანი პროტესტები, თავს დაესხა ჟურნალისტებს, ჩვენ ლატვიაში ჩავსვით სიაში. სიაში მოხვედრილი ადამიანები ვერ შეძლებენ შემოსვლას ლატვიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. ასე რომ არის ზეწოლა, მაგრამ ასევე ცხადად არის ღია კარი ევროპული მომავლისთვის, მოსახლეობის ნების პატივისცემის შემთხვევაში. ჩვენ ასევე მოკლედ განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი დიპლომატიურ პასპორტებზე. ჩვენ ასევე მთავრობის მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხები გადავიცით არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მათი მისიის მხარდასაჭერად. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ხელშია. ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვეჩერებინა სავიზო შეღავათები, რომლებიც ვრცელდება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ დიპლომატებზე. კიდევ ერთხელ მტკიცედ მოვუწოდებთ მათ შეწყვიტონ რეპრესიები დემონსტრანტების, ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ქართველმა ხალხმა დიდი სიმტკიცით გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფება, დემოკრატიის და თავისუფლებისკენ სწრაფობა.